ერთფრიად საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო, მე ვარაუდობ, რომ საინტერესო თემაა, მას როდის დანიშნავს არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი. ბევრი თქვენგანი ვარაუდობს, ან იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ჩვენს ქვეყანაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სწორს დანიშნავს რიგგარეშე და არა ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩემი მოსაზრებით, ჩემი პროგნოზით ეს არასწორი გათვლა, ჩემი აზრით ეს არასწორი გათვლა, თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე და არა ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, სხვა საქმეა ჩვენ გვაწყობს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული არჩევნები, ეს ცალკე თემაა და მე იმ აზრისა ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს ვიდრე არჩევნებამდე, მაგრამ ახლა ამ კუთხით არ გავამახვილებ ყურადღებას, თუ დანიშნავს მაინც და მაინც ის არ დანიშნავს უადრეს მომავალი წლის მაისის, ანუ აი 1 წლის სწორს ახლა თქვენ იცით რომ ჩავხილოთ კალენდარს და 21 მაისია, ზუსტად 21 მაისს, არ ვიცი შაბათი ემთხვევა თუ არა, შეიძლება ალბათ არ ემთხვევა, მაგრამ აი ესე 15, 17, 20, 21, 22 მაისს დანიშნავს, თუ დანიშნავს ისიც. ეს ბევრს ეწყინება, ბევრი იკითხავს, გავძლებთ კიო 21 კი არა, მაისამდე მომავალი წლისო, მე მგონია რომ გავძლებთ. 3 ფაქტორი, ანუ 2 ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის ზეწოლა დასავლეთისაგან, რომელიც იქნება და ეს არის ქართველი ხალხის შეურიგებლობა და მუდმივი მოთხოვნა, რომ გაანთავისუფლონ პოლიტპატიმრები, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, ჩაატარონ ეს არჩევნები დემოკრატიულად, გააუქმონ ის კანონები, რომლებიც მიიღეს, ის ჯოჯოხეთური კანონები, შექმნან გარემო, რომლის პირობებშიც ნორმალური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მოკლედ მე ასე ვფიქრობ. ვცდები, ღმერთს მაქნას ვცდებოდი, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, გაცილებით მნიშვნელოვანი არა თარიღი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, თუ დაინიშნება ისიც, არამედ მანამდე ისე მომზადება, რომ გაყალბება რომ მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, მან ვერც გააყალბოს და თუ გააყალბებს, ისე არ გააყალბოს, რომ ძალაუფლებაში დარჩეს, იმიტომ რომ მე კიდევ ახალ წრეზე წავალთ და კიდევ ვიხუვლებთ და ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, კიდევ არ შევლენ პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში, სწორსაც იზავენ და ასე შემდეგ, მაგრამ ქვეყანა ისევ და ისევ კრიზისში იქნება. ახლა ისმის კითხვა, რაზეა დაფუძნებული ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რა განაპირობებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, თუ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც როგორც არ არის რასაკვირველია. ცხადია, მოსკოვი ხო არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და მოსკოვი თუ უკარდა ხევს, მაგრამ კიდევ რა ობიექტურ ფაქტორებზია დამოკიდებული. დიახ, დამოკიდებულია ჩვენს უდრეკობაზე. მოვითხოვთ, მოგვეცემა. მოვითხოვთ ბევრჯერ და მოგვეცემა ერთხელ, მოვითხოვთ უწყვეტად და მოგვეცემა ერთხელ შესაძლებლობა ასე ვიტყვი, ან თუ გნებავთ პირდაპირ გავამარტივოთ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რატომ რიგგარეშე და არა ხელახალი? აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს და არასდიდებით არ აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები 24 წლისა მან გააყალბა, აი ხელახალი არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნებოდა თუ დაინიშნება საერთოდ თუ თვითაღიარებაზე გავიდოდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა და იტყოდნენ, რომ დიახ, ჩვენ გავაყალბეთ და მოდი ახლა ჩავატაროთ ნორმალური დემოკრატიული არჩევნები. ამას კი არ აღიარებენ, შესაბამისად კრიზისს აღიარებენ თუ აღიარებენ ისიც რამეს და ხელახალ კი არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს შემოგთავაზებენ თუ შემოგთავაზებენ. აგრეთვე რასაკვირველია, დაფუძნებულია დასავლეთის მხრიდან ზეწოლაზე, დასავლეთი ადეკვატურია მეთქი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე განსაკუთრებით შეერთებული შტატები და რატომ განსაკუთრებით რას ვერჩი ევროკავშირს, ევროკავშირის ადეკვატურია, ინდივიდუალური სანქციები კი ევროკავშირიდან უმნიშვნელოვანესი იქნება, ბრიტანეთიდან აგრეთვე. ხაზგასმით ვამბობ, ასევე კვლავ ვიმეორებ ჩვენი უდრეკობა და პოლიტიკოსები, მეორედ თუ მესამედ ვამბობ ამას ესე ზედიზეთ, რომლებიც ამბობენ, რომ დიახ, ამ დემონსტრაცია მიტინგებმა თავისთავი ამოწურა, საკუთარი თავი ამოწურა, აზრი აღარ აქვს ამ დემონსტრაცია მიტინგებს, ესენი გატყუებენ და ნებსით თუ უნებლიეთ თამაშობენ ხა პერსონალიების დასახელების გარეშე ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ხერთოდ ბიძინა ივანიშვილის თამაშს ბევრი თამაშობს, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, ბევრი არ ვიცი, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი თამაშობს, აღარ ჩაუღრმავდები რაღაც იმ ნიუანსებ ამბებს, რომლებიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოპულარული და
ძალიან ეს განხილავებსაც განიხილავენ და სულ ვისაც არ ეზარება ყველა ლაპარაკობს იმ თემებზე რაღაც უნდა წერილი დაწერილი იყო არ დაწერილი იყო ვინ დაწერა არ დაწერა აი მის უკან ის დგას და ასე შემდეგ არ ვიცი ვინ ვის უკან დგას მე ვიცი რომ პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი კარგი ოკეი ასე ვიტყვი უნებურად თამაშობს ბიზნე ივანიშვილის თამაშს მაგრამ კიდევ რა არის საფუძველთა საფუძველი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და მე გეტყვით რაც არის ეს არის გაგიკვირდებათ და მდგომარეობა ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა ან საქართველოს მდგომარეობა ეკონომიკაში თუ გდებათ ასე ჯამოვაყალიბოთ მე გუშინ წინ თხოვე შეხვედრა ერთ ჩემს ნაცნობს უსხოელს რომელსაც გუშინ შევხვდი ანუ ხაზგასმით ვამბობ უცხოელს მე არ მithოვია შეხვედრა რომან გოცირიზისათვის ან გიორგი ქადაგიზისათვის ან სხვა რომელიმე კვალიფიციური პირისათვის რომლებიც ბევრ ჭკვიანობას სიჭკვიანეს ამბობენ წამოს ცდებათ კი არა შეგნებულად იმიტომ იციან ამ ადამიანებმა ხო ვთხოვე სწორედაც რომ უცხოელს ქადაგიზისთვის რომ ეთხოვა ქადაგიზისთან რომ ეთხოვა შეხვედრა გიორგი მაინც ვინმე მომედავებოდა და იტყოდა რომ ეს მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირია დაინტერესებული პირია პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და ასე შემდეგ და არც რომანს არც გიორგის ხვებს და ხვებს მე არა ხვებს დავუკავშირდი სხვას უცხოელს და ვკითხე კი მაგრამ არ დავასახელებ კი მაგრამ მართალია თუ არა ამბავი იმის თაობაზე რომ საქართველოს იანვარ-თებერვალ მარტში ქონდა 9.3 თუ არ ვცდები მარტშიც ანუ ორჯერ 9.3 და ერთხელ 9 ზუსტად 9.0 ეკონომიკური ზრდა მეთქი ვკითხე ეს გაგიკვირდებათ და მეც გამიკვირდა რომ ამ დაახლოებით ჩემი ხნის მცოდნე კაცმა უცხოელმა ხაზგასმით ვამბობ ამას და მიდასტურა მითხრა რომ იცი რა არის ირაკლი ახლა ინგლისურადაც ვთქვა თუ გებათ მაგრამ იცი რა არის ირაკლი დიახ კობახიძე ახლა მე დავამატებ ჩემს პოზიციას კობახიძესთან დაკავშირებით ასე არ უთქვამს მას ცხადია მაგრამ ეს თმაგაპუწული პრემიერად მომუშავე პირი მან კი თქვა რომ კობახიძეო prime minister of Georgia მართალია როცა ამბობს როცა ასახელებს ამ რიცხვებს და მე დეტალურად ჩამიშალა ახლა აზრი არა აქ ამის მოყოლას რაზია დაფუძნებული საქართველოს ეგრეთ წოდებული ან ნამდვილი, ოკეი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური წინსვლა პირველ 3 თვეში, იანვარ-თებერვალ მარტში. რაზია დაფუძნებული და აი მივყვებოდი მის ლოგიკას და ნუ მეტნაკლებად კარგად გავიგე. მათ შორის იმაზე რომ ოფშორების შესახებ კანონი მიიღეს, ბიზნესამ შემოიტანა გარკვეული ქონება ოფშორული ზონებიდან ყველაფრის შემოტანა ვერ მოასწრო, მაგრამ და ასე შემდეგ. მე ჩემი შეგრებული კითხვა ეხებოდა მომავალს. მე ვკითხე რომ კი, მაგრამ და იქნაღამ სახელი წამოწდა ჩემი მეგობრისა და არ გავამხელ მეთქი აკითხეთ და არ გავამხელ. კი, მაგრამ ჩემო ზვირფასო სტუმარო მომავალშიც ასე მოხდება, ხო შემოიტანა ბიზნესმა, აი მარტო ოფშორულ კანონს, ოფშორების შესახებ კანონზე რო ვისაუბროთ, შემოიტანა და ყოველთვე ხო ვეღარ შემოიტანს, აქედან გამომდინარე, აი მომავალშიც ასე იქნება და მან მითხრა, რომ არა, რას საკვირველია მომავალში ასე არ იქნება და როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი არა, მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 5-6%-ის ფარგლებში, ესეც მაღალიაო, იმიტომ რომ რეგიონში მართლაც ასეა რომ ეკონომიკური კრიზისის წინსვლა არ აქვს ბევრ ქვეყანას და თუ აქვს 5-6%-ზე პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადის 5-6%-ს მართლაც მიაღწევს საქართველოს ხელისუფლებაო ეკონომიკური წინსვლის. ოღონდ ესეც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზეო და მე დავასახელებ ამ ფაქტორებს ოდნავ მოგვიანებით ასე ორ წუთში. მერე გადავედით ჩვენ თემაზე ლარი და იცით თქვენ რომ ახლა გარეთ რომ გახვიდეთ სავალუტო ჯიხურებშიო ასე რომ ამბობთ 2.73-74-ია და აქ მან თქვა ერთიფრიად საყურადღებო წინადადება წარმოთქვა. მეგობარი აქტი როგორც კი იქნება მიღებული არა მხოლოდ ზედა პალატის მიერ და მტკიცებული ზედა პალატის მიერ არამედ ტრამპის მიერ მსხვილად ხელმოწერილი ყისიერად მინიმუმ 20 თეთრით, ესე იგი 2.74-ია ახლა და 2.94-მდე გაიზრდება ლარის მიმართება დოლართან და შესაძლოა 20%-ითაც კი გაიზარდოს ლარის მიმართება დოლართანო.
20% კი მოდი 2.74-ია მივუმატოთ დაახლოებით 54 ზუსტად და რეალურად კი 55 და ოკეი 50 თეთრი შესაბამისად 2.74-დან 26 3 და 24 3 და 25 ოკეი 3 და 23-დეც კიავა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ეს ავტომატურად მისივე თქმით განაპირობებს ჩვენ ხო ზითად იმპორტული საქონელი გვაქვს ყველგან ყველა სფეროში მშენებლობაში ფარმაცევტულ ბიზნესში რავის პირველად მოხმარებებში და ასე შემდეგ ეს ავტომატურად განაპირობებს ლარის დევალვაცია ასე დევალვაცია განაპირობებს ინფლაციასო რას მეც კი რომ ადამიანმა რომელმაც ინჩი იცის მაგრამ ბინჩი აღარ იცის ეკონომიკაში ეკონომიკა ფინანსებში მაკროეკონომიკაში მით უფრო მეც კი ჩავხვდი მეც კი მივხვდი რომ ასე იქნება. გარდა ამისა და კიდევ წამომწდა ამ ჩემი სტუმრის თანამოსაუბრის გვარსახელი გარდა ამისა მან მითხრა რომ ეს 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა რომელიც რეალისტურიაო აქ იგითხარიო მათ შორის დამოკიდებულია იმაზე რამდენად სერიოზული იქნება ტურისტული ნაკადები თქვენს ქვეყანაში მე ვუთხარი რომ ოკეი მაგრამ რომელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებს გულისხმობ მეთქი და მე აქ მიხსენა 20 წამით შევეხეთ 30 წამით შევეხეთ თუ გახსოვსო 17 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი რო გააქვფორმა მათ შორის ავღანეთთან ასე მაგალითად და კიდევ რაღაცა ქვეყნებთან რომლებსაც დიმიტრი სამხარაძე და არათუ დიმიტრი სამხარაძე არამედ ირაკლი კობახიძეს კი ვერ მიაგნებს რუკაზე აი ამ ქვეყნებიდანაც ელოდებიან ტურისტულ ნაკადებსო მაგრამ ეს რეალისტური არ არისო ბარემ გეტყვიო და რა საკვირველია მეტი ყურადღება გაამახვილა ტურისტულ ნაკადებზე რუსეთიდან და იქვე თქვა რომ განსხვავებით სხვა წლებისაგან რუსეთიდან ტურისტული ნაკადები იქნება მაგრამ არც ისეთი მძლავრი როგორც იყო გასულ წლებში იგულისხმება 24 23 22 21 არის არა კოვიდის პერიოდი բայց ამოვჭრათ და კოვიდის გარდა სხვა წლებში ანუ მან ივარაუდა ის ვარაუდობს რომ კი შემოვლენ რუსი ტურისტები მაგრამ იმის გამო რომ რუსეთში ეკონომიკური სიდიხჭირე არის კრიზისია ეკონომიკური ისინი აღარ ნაკლებად წამოვლენ ნაკლები რაოდენობით ტურისტი ჩამოვა საქართველოში უშუალოდ რუსეთიდან და ეს კი იმ 5-6%-საც კი მოდი 5.5 თქვათ ერთ წამს ხო ოდნავ ან გარკვეულწილად მოაკლებსო ასევე მან გაამახვილა ყურადღება ფულად გადმორიცხვებზე ჩვენი ემიგრანტებისა რომლებიც ეს რაოდენობა ემიგრანტებისა ისიც რო თქვენ რომ ბევრია მათ შორის რუსეთშიც არის და მისივე ვარაუდით შემცირდება ეს ფულადი გადმორიცხვების და უკვე შემდგომ ხო ბოდიში რომ არ დამავიწყდეს აქვე თქვა რომ საქართველოს ეკონომიკა იმის გამო რომ კრიზისშია მოცემულ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველამ ვიცით გადავა ეგრეთ წოდებულ გეგმიურ ეკონომიკაზე რაც კარგახანია 10 წლებია ჩვენთან ასეთი რამ შევარდაძის პერიოდში იყო მაგრამ ასეთი მოდელი ეკონომიკისა არ ყოფილა მე შემიძლია ხა დეტალურად არ ვიცი მაგრამ ესე ზოგადად ვისაუბრო გეგმიური ეკონომიკის არსზე თუმცა მოდი არ დავკარგოთ დრო და მე მაინც ამ ვიდეო ბლოგის შემდეგ თუ მაინც და მაინც დაგაინტერესებთ თქვენ თავადვე დაგუგლეთ თუ ასე რომ ამბობენ ან chat GPT-ს კითხეთ თუ გნებავთ და ისიც გიპასუხებთ გაცილებით უკეთ ვიდრე ახლა მე გიპასუხებთ და აი აქ მივადექით არჩევნების თემას როდის დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს წელევანდელ წელს ჩემი მეგობრისა და ნაცდობის თანამოსაუბრის აზრით ბიძინა ივანიშვილი როგორღაც დიახ თუნდაც 4%-იანი ბოლოს ამ პროცენტზე შევჯერდით მეთქი ასე ვირყვი 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ბიძინა ივანიშვილი გადააგორებს როგორღაც მაგრამ კრიზის რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ არა ნოემბერ-დეკემბრიდან დაუდგება და გაგრძელდება ანუ ტურისტული სეზონიც არ არის ენერგომატარებლები ძვირია შედარებით და ასე შემდეგ რომლებიც დაუდგება ბიძინა ივანიშვილს მომავალი წლის დასაწყისიდან იმას კი ვეღარ გადააგორებს და სწორედ აქ დასჭირდება მას განტევების ვაცი ჩემი თანამოსაუბრის აზრით და განტევების ვაცი ვინ შეიძლება იყოს თუ არა ფორმალისტური პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე და აი თუ დაკლავს პოლიტიკურ დაკლავს გულისხმობს ხადია ირაკლი კობახიძეს დაკლავს ანუ შესტენის მიაბრალებს და დააბრალებს უკლებლივ ყველაფერს რაც მოხდება ქვეყანაში მომავალ თვეებში ირაკლი კობახიძეს და იმ თავრობას რომელიც მანვე შეარჩია ბოდიშვი ხდი რაღაცა ამ თემას შევეხე ორი სიტყვა სწორედ თავრობაზე იცით თქვენ რომ ირაკლი კობახიძემ დღეს გააკეთა საოცარი კიდევ ერთი საოცარი განცხადება იმის თაობაზე რომ კითხვაზე გიპასუხათ თუ არა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კონკრეტულად პრეზიდენტმა ტრამპმა ან ვინმემ შეერთებული შტატებიდან ვაშინგტონიდან მდინარე პოტომაკის მისადგომებიდან წერილზე რომელიც თქვენ დაწერეთო კობახიძემ ყელი მოიღერა და თქვა რომ არა პასუხი არ გაუციათ მაგრამ უპასუხობაც პასუხიაო სწორია უპასუხობაც პასუხია თუმცა არ უნდა წავიკითხოთ ასე რომ თითქოს დადუმებული ბჭყალებში შეერთებული შტატები რამეს რომელიმე აქცენტს რომელიმე პასაჟს რომელიმე მოსაზრებას რომელიმე აზრს იმ წერილში გაწერილ ჩაწერილ დაწერილს ეთანხმება არა უპასუხობა პასუხია იგნორს გიკეთებს საერთოდ შენ უგვანო კაცო რუსეთის ფსბ-ზე პირდაპირ ძაფებით მიერთებულო ეს არის უპასუხობის პასუხი რომ არ არის ვერბალური თუ წერილობითი ამგვარი დამოკიდებულება აქვს შეერთებულ შტატებს ამავე საგანგებო ინტერვიუები ბრიფინგიც არ ქვია ხო ეს კომენტარები რომ ჩამოარიგა ირაკლი კობახიძემ გვითხრანო თქვა გვითხრან რას საყვედურობენო იმიტომ რომ კითხვა იყო ამგვარი რომ შეერთებული შტატებიდან ითქვა შემდეგი რამ რომ შესანიშნავად იცის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს და კობახიძე მიტრიალდა და თქვა რომ სულაც არ ვიცითო ეს გვესმისო რომ შესანიშნავად ვიცითო მაგრამ აი არ ვიცითო იმიტომ რომ არც არავის არაფერი აუთქვამს რომ მე გეტყვით რა უთხრა გააუქმეთ ის ჯოჯოხეთური კანონები რომლებიც უკვე მიღებული გაქვთ გნებავთ დაარქვით ფარა და გნებავთ დაარქვით ფარას ზუსტი თარგმანი მნიშვნელობა არ აქვს კანონები რომლებიც ამ კონტექსტში სულ რომ მართლა ზუსტი თარგმანი იყოს ფარასი მიღებული 1938 წელს გააუქმეთ ეს კანონები იმიტომ რომ სხვა კონტექსტია ჩვენს ქვეყანაში და შეერთებული შტატების გამოწვევები ჯერ ხო ზუსტი თარგმანი არ არის ინტერპრეტირება ხო სხვაგვარად ხდება აღსრულება ხო სხვა მექანიზმზეა დაფუძნებული სულ სხვა რამის თვის იყენებს დე-ფაქტო ხელისუფლება გამოიყენებს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ეგრეთ წოდებულ ფარას მაგრამ კონტექსტი ხო სხვა არის გააუქმეთ ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი რასაც ჩვენ რუსულ კანონებს და კანონს უწოდებთ ეს ეგრეთ წოდებული ფარა ნუ ემუქრებით მედიას ნუ აპირებთ ახალი კანონების მიღებას რომლებიც მედიას შეზღუდავს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას ნუ აანონსებთ და ნუ გვპირდებით და პირდებით თქვენივე მომხრეებს დასავლეთს ნუ აგინებთ და ასე შემდეგ აი ეს არის ასევე კარგად გამოკვეთეთ არა თქვენ რო ვერ გამოკვეთავთ ეს ვიცით მაგრამ საქართველოს მისია ფუნქცია მოცემულ турბულენციაში რომ საქართველოს არის შუა დერეფნის სახელმწიფო ქვეყანა ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები პირველ ყოვლისა ნუ ღარ ყავთ პოლიტპატიმრები უკლებლივ ყველა ვინც არის და გულისხმობ არა მხოლოდ იმ 50-ეულს პლუსზეა ამაღლებელს არამედ ხმებიც და იგულისხმება მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც გაგიკვირდებათ და აი ეს იცით და თუ ეს არ უთქვამს ვინმეს თქვენთვის ხო არ უთქვამს ბანდა ივანიშვილის ბანდისათვის ხო კობახიძის მიერ წარმოთქმული ტყუილია ეს არაერთხელ იყო თქმული დიპლომატიურად თქმული პირდაპირ თქმული ირიბად თქმული ასე თქმული ისე და ასე შემდეგ ათქვამი ესე ასე შემდეგ და ასე შემდეგ კობახიძეზე დაკლავს მეთქი ვთქვი ბიზინა ივანიშვილი თუმცა ის მოსაზრება რომ კობახიძე თავის მხრივ დამოუკიდებელი ძაფებითაც არის მიერთებული ფსბ-ზე და ივანიშვილს სულაც არ გაუიოლდება ასე მიბრალება დაბრალება კობახიძისათვის უკლებლივ ყველა იმ უკეთურობისა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ისე რომ თავად თეთრ ხელთათმანიანად გამოვიდეს რასაკვირველია არ ეს მოსაზრება რელევანტურია ბიზინა ივანიშვილი არის პირი რომელიც აღარიბებს ქვეყანას უკლებლივ ყველას მეთქი ასე ვიტყვი მათ შორის მის მომხრეებსაც და ბიზინა ივანიშვილი არის პირი რომელიც თავად ბიტკოინებით და არა ბიტკოინებით ამა თუ იმ ბიზნესებით შავი ხვრელებით თეთრი ხვრელებით კი არა მწვანე ხვრელებით თუ ლურჯი ხვრელებით დიდრდება უშუალოდ დიდრდება
ის შოულობს ფულს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ თქვა აქვს რომ აი აქ ამ ქვეყანაში არაფერი არ მიშოვია დიახ მან დახარჯა 3 მილიარდი დაახლოებით პლუს მინუს მაგრამ იშოვა ამ ქვეყანაში მათ შორის ამ ლოიალობის ყიდვითაც მან იშოვა ინტელიგენციის ლოიალობის ყიდვითაც და ახლა ყიდულობს როგორც ვიცით ქართულს საშუალებით მან იშოვა გაცილებით მეტი თუ დახარჯა 3 იშოვა 6 თუ დახარჯა 4 იშოვა 8 ვუტრირებ მაგრამ მაინც ანუ ბევრად მეტი ან ორჯერ მეტი იშოვა მეთქი როგორი ქვეყნის გაკეთება უნდა ბიზინა ივანიშვილს იცით რა პრობლემაც იყო და არის ჭიათურაში და ბევრმა თქვენგანმა ჭიათურაში რას როგორია ტყიბული ან ჭიათურა ორი ამგვარი ქალაქი გვაქვს ხო ამ ქალაქების მოსახლეობას მკვიდრებს სხვა პერსპექტივა არ არნაკლებად აქვს რა უნდა ყაფე რო გააკეთო ჭიათურაში ან იმუშავებს ან არა მაგალითად რომ გააკეთო ჩემს წინ არის საყოფა ცხოვრებისაგნების ჩემს ახლის წინ მაღაზია არაჩვეულებრივი მაღაზია დიდი მაღაზია საკმაოდ წარმატებული სხვადასხვა მისი ბრუნვები ისევე როგორც ყველასი შემცირდა თუ არა და კითხეთ ნებისმიერ კაფეს ნებისმიერ ამგვარ ან იმგვარ ან სხვაგვარ მაღაზიას მეპატრონეს ამ გამყიდველს მფლობელს მენეჯერს კითხეთ უკლებლივ ყველა city mall-ში თბილისი mall-ში პატარა მაღაზია გვერდით რაღაცა სასურსართო მაღაზია თუნდაც ხო ყველანი ჩივიან მაგრამ ამას თავი დავანებოთ აი ჭიათურაში რომ გააკეთო კაფე რესტორანი რომ გააკეთო კარგი არ არის ფული და ის კაფე რესტორანი თუ ამგვარი მაღაზია თუ სალონი ხო სილამაზის სალონი ჩემს სახლთან არის არის 17 სალონი არ დამითვლია მაგრამ მაინც მოკლედ ბევრი არ იმუშავებს ესენიც კი წუწუნებენ დედაქალაქის ცენტრში ვცხოვრობ მე და ჭიათურაში არ იმუშავებს და ეს მოქალაქეები არიან ათი ოჯახის წევრები მუშაობენ მაღაროში კატასტროფულ პირობებში უმრავლეს შემთხვევაში კი არა სულ საბჭოთა კავშირიდან დაავადებულები გამოდიან იქიდან მაგრამ რაკნან ხო უნდა შეიტანონ ორი კაპიკი ორი თეთრი ორი ლარიო 1000 ლარიო ესე ვიტყვი საკუთარივე ოჯახებში და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სწირავენ საკუთარ ჯანმრთელობას ოღონდ იმისთვის რომ შვილიშვილებს მეუღლეებს ოჯახის წევრებს დედებს მამებს და ასე შემდეგ წამალი უყიდონ ხო და ამ ჭიათურაში და ეს კადრები ყველამ ნახეთ შეეთრა ერთი რუსი ინვესტორი სხვადასხვა ის რატომ რუსი ესეც საკითხავია ანუ ისეთი კარგი ნიადაგი შეუქმნა ამ ბანდა ხელისუფლებამ სწორედაც რომ ინვესტორებს ოლიგარქებს რუსეთიდან რომ ისინი ჩამოთრეულიყვნენ და ბიზნესი კი არ განევითარებინათ არამედ ეს ბიზნესი საკუთარივე ბიზნესი კრიჭი და მოეკრიჭათ ბიზნესი რომელიც მათ არც აინტერესებს აინტერესებს და სხვადასხვა ობიექტურ მათი გაგებით რეალურად კი სუბიექტურ არასწორ მიზეზთა გამო შეჭირხვნათ თუ ბიზნა ხმარობს ხომ სიტყვას მიეჭირხვნათ თუ შეეჭირხვნათ როგორც ქალაქის მოსახლეობა მთლიანად ისე რეგიონის მოსახლეობა ისე ქვეყნის მოსახლეობა ისე კონკრეტულად მაღაროელები ამ შემთხვევაში და ამგვარი ერთი ტიპი არის sorry მე ჩემს Facebook ჩავხედავ იმიტომ რომ ოპა სადახარ ირაკლი ამგვარი ესეთი ტიპი არის თუ წერია აქ არ ვიცი მე მგონი კი რუსი ბიზნესმენი მიხაილ სოცკი და ასერჩეთ გუგლში ბევრი მასე ინფორმაცია არ არის მაგრამ მინი ოლიგარქი რო არის ან ერთგვარი ოლიგარქი რო არის ეს ფაქტია რუსი ბიზნესმენიო ასე წერია მედიის ონლაინ საშუალებებში და რა ელის საქართველოს ჯერ ხო უბედურებაა რომ ფრანგი იტალიელი ამერიკელი გერმანელი ბრიტანელი არ შემოდიან და ამ ქვეყანაში და რაც არ უნდა ფორუმები მართოს სხვათა შორის შეერთებულ შტატებსა თუ ბრიტანეთში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ და რაც არ უნდა იხვეწოს ლევან დავითაშვილმა რომ შემოდით არ არის გარემო მურუსიძის სასამართლოს ქვეყანაში ეს ერთი და მეორე ბიზინა ივანებოთ მურუსიძის თავი ბიზინა ივანიშვილმა არ შექმნა გარემო კონკურენტული სადაც შემოვიდეთ მაგრამ უბედურება ეს ხო არის ერთი უბედურება და მეორე არის ტონი რა ტონით ესაუბრება ვინმე როგორია სოცკი მიხაილ სოცკი ჭიათურელ მაღაროელებს რომლებიც დახურა რომლებიც სამსახურიდან გაანთავისუფლა ჯერ მარტო ძერჟი მორდა ნახეთ ტიპის ხარა მე ვიზუალზე კი არ ვამახვილებ ყოველდღიურად მასაც ორი ყური აქვს და ერთი ცხვირი როგორც ყველაზე სიმპათიურ ადამიანს სოფლიოში კი მასაც ორი ყური აქვს და ერთი ცხვირი მაგრამ
ვიზუალზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას, არამედ მის უკაცრავად მის გონორზე, მის უკაცრავად ბოდიშის გარეშე ცხადია, მის დერჯიმორდობაზე, მის იმპერიალიზმზე, როგორ ელაპარაკება ადამიანებს. როგორ საუბარს არის ის შეჩვეული ადამიანებთან ურთიერთობისა, ვინმე სოცკი და ეს სოცკი ვინ გააბლატავა იცით? გააბლატავა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. და მე ახლა გაჩვენებთ თუ აუწიოთ ხმას. Какие люди? Пока я разговариваю только с вами. Пожалуйста, говорите о себе в единственном числе. Вы человек, вы не люди. Вы человек. Если вам не нравится уровень разговора, пожалуйста. ანუ გააგდო. უყურეთ ეს თავხედი ტიპი და თავხედი ტიპი ეუბნება რომ შენ თუ ამ საუბრის ურავინ დონე არ გაკმაყოფილ არ მოგწონსო შეგიძლია და კარის წახვიდეო კარისკენ მიუთითო. ჩემმა ერთმა მეგობარმა დაწერა და ცოტა მესმის რომ ეს ცოტა კანონის ჩარჩოებს მიღმა ქმედებისაკენ მოწოდება, მაგრამ დაწერა ამგვარი რამ მოკიდეთ ჭიათურლებო ხელი ქეჩოში და გააგდეთ მინიმუმ ამ დარბაზიდან. უნდა მოგეკიდათ და განუგეშინიათ. თუ გეშინიათ, მაინც და მაინც არწმუნებული ვარ, არც გეშინიათ, მაგრამ მაინც ესენი არიან მოსულები იმისთვის, რომ კონკრეტულად თქვენი ეს ქალაქი გააუბედო, თქვენ გაგაუბედო, რომ თქვენი ეს საიდანაც შემოსავალი გაქვთ, ეს ბიზნესი, თქვენი ბიზნესია ეს, ხო, იმიტომ რომ შემოსავალი გაქვთ, ანაზღაურებას იღებდით, ოდესღაც ცოტას, მაგრამ მაინც ეს განადგუროს, ქალაქი განადგუროს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კიდე სიმპტომატურია სხვა თვალსაზრისითაც. ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყანას, რომლის შედეგადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ჩვენი რეზისტენტობა როგორც ასეთი მოკვდება, ჩაკვდება, აღარ იარსებებს, თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობას, არ იყვირებს. აი ეს პატარა გოგო, რომელიც ჩემი შვილის დოლა, რომელიც კუჩაშია ყოველდღიურად ჩემგან განსხვავებით, ესეთი ნაჩალნიკები, ცეკას მეორე მდივნები, მეთქი ასე ვიტყვი, ნაჩალნიკები გრუდან, ფსბ-დან და ასე შემდეგ მარტო კერძო საწარმოებში კი არ იქნებიან, რომლებიც მიხურავენ 1, 2, 3 თუ 5 კერძო საწარმოს, არამედ იქნებიან მთელ ქვეყანაში. და ასე თიტონით დაელაპარაკება ვინმე ახალი, გაგვარია? აი არ ვიცი, გვარი კი არა, აღარ ჩავხედავ. ვინმე ივანოვი, პეტროვი თუ სიდოროვი თუ პუტინი საქართველოს შეერაღებულ ძალებს იტყვის, რომ ახლა ამდენი ხართ ჩვენი გადაწყვეტილებით, შემცირდა საქართველოს შეერაღებული ძალების რიცხოვნობა 10,000 ჯარისკაცით და თუ ჩვენ თავდახრილნი ვიქნებით და ბიზნეს ეს უნდა, რომ თავდახრილნი ვიყოთ, ჯარისკაციც და მაღაროელიც იყოს თავდახრილი. თუ ჩვენ თავდახრილნი ვიქნებით, ისინი კიდევ და კიდევ ქსუვდებიან, გამსუყდებიან, გაიბერებიან, გაგომბეშოვდებიან და ასე მოაჯდებიან ქვეყანას. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა ჩვენს ქვეყანაში. დავუბრუნდეთ თემას, რომელსაც არჩევნების დანიშნა ჰქვია, გაუჭირდება რა ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკური თვალსაზრისითაც ის დაკლავს კობახიძეს და შემოგთავაზებს მომავალი წლის მაისში ჩემი ვარაუდით ახალ რიგგარეშე არჩევნებს. პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული თუ ცალ-ცალკე მდგომი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ახლა შეეფარა სალომე ზურაბიშვილის ოფისსა თუ ფრთებს, ხო, კარგი, არ ვაკრიტიკებ. ახლა აი ამ წუთას პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის არჩევნებისთვის. არ არის მზად. ფინანსებიც არ არის, თქვათ გულახდილნი თუ ვიქნებით, რომ შეეჯიბრო ქართულ ოცნებას, რომელსაც თვეში აქვს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რომ პირველი ბოტები, ტროლები, შმოტები და ასე შემდეგ ჟმოტები კვებოს ერთი. კორუფციული ფულია რასაკვირველია, ვითომ ბიზნესმენები რომ აფინანსებენ ქართული ოცნების ბიუჯეტი. და ასევე რაღაც ოფისები ინახოს, არ ქართულ ოცნებას ვერ შეეტაკები შენ ფინანსებით და ვერასოდეს აღმოაჩენ გაყალბების უკლებლივ ყველა მექანიზმს, რომელიც მას აქვს. ამიტომ დამოუკიდებლად იმის რაოდის დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს და დანიშნავს თუ არა საერთოდ უშუალოდ ის ჩვენ უნდა რაღაცა დედლაინები, არასწორი სიტყვა არა, დედლაინები სწორედაცრობა არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ პარალელურად არჩევნებისთვისაც ხვალ რომ ჩაგინიშნოს შენ უნდა იყო მზად. და რომ არ ჩაგინიშნოს შენ უნდა გამოსტაცო არჩევნებამდე უნდა დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი რუსი.
პოლიტიკური სპექტრის ბოსტანშია ეს არათუ კენჭი არაბედ ქვა ემზადებიან რაც შეუძლიათ აკეთებენ მაგრამ ფულში ვერ შეეტაკებიან დაამარცხებს ბიზნეს ივანიშვილი უკლებლივ ყოველთვის კი არა უკლებლივ არაც სიტყვა ყოველთვის და ყველგან ფულის ოდენობით ხაზარაძესაც კი ნებისმიერს ეს რომ ვიცოდეთ ამიტომ აქ არის სხვა სინერგია საჭირო სხვა ენერგია საჭირო აქ არის პრინციპულობა საჭირო და რაღაცა პრინციპულობა ვახსენე მე და ამით დავასრულოთ მომავალი წლის არჩევნებში იქნება თუ მიმდინარე წლის ოქტომბერში იქნება თუ მომავალი წლის მაისში იქნება თუ მიმდინარე წლის ოქტომბერში არ ვიცით პროგნოზია ჩემი რომ მაისში იქნება მაგრამ მანამდე ბიზნეს ივანიშვილი მოუჭერს მარწუხებს და აი ხვალ კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა რომ ბიზნა უჭერს მარწუხებს როდემდეო ვინმე იკითხავს მე გეტყვით რომ როდემდეც გაზდის სადამდეც გაზდის ხვალ რა მოხდება მაღალი ალბათობით მოდი ასე ვიტყვი ხვალ დააპატიმრებენ პოლიტიკოს ერთი ხო დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი რომლის მიმართაც ბევრს აქვს ცხადია კრიტიკული დამოკიდებულება და უნდა ჰქონდეს კიდეც განა არა ამ პირის მიმართაც აქვს ზოგს ნაკლებს ვიდრე ოქრუაშვილთან მიმართებაში მაგრამ ზოგს შესაძლოა ამ პირის მიმართაც ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება არ მოსწონდეს სხვა თუ არაფერი მაგრამ პოლიტიკოს მოქმედ პოლიტიკოს ოქრუაშვილი მაინც კიდე ცოტა წასული ცოტა გასული იყო პროცესი პარტია მას არ აქვს და არა ხო მოქმედ პოლიტიკოს პარტიის ლიდერს ერთ-ერთი კოალიციის თანალიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს რას ადასტურებს ან რაზე მიანიშნებს ეს ბიზნა არ გაჩერდება და ფორმალისტური კანონების გამოყენებით კანონებზე დაყრდნობით ის დაიჭერს ყველას თუ არა ბევრს მაინც კომისიაზე არ მოხვედი დაგიჭირე კომისიაზე რაღაც ის არ თქვი და ხვა არ თქვი და დაგიჭირე გირავ არ გადაიხადე და დაგიჭირე გირავ გადაგიხადე დაიჭირე მნიშვნელობა არა აქვს არა ზარღვ გაწყვეტილი ქართულგვარიანი რუსია ბიზნა და მიტობა და კიდევ ამავე კონტექსტში დავასრულოთ ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით ან თუ გნებავთ ზოგადი გადატანითი მნიშვნელობით რომელიღაც ეტაპზე აი ასე მაგალითად 18 ივლისს მისმა საკანონმდებლო ორგანომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება რომ ვიღაცამ დაწერა სიმართლე გითხრათ და მომეწონა მსგავსი რამ დაწერა შეიძლება ზუსტად ვერ გავიმეორო რომ წითელი კლოუნებს რომ აქვთ წითელი ცხვირი ან ამ მნიშვნელობა ან კარგი ცხონიათ ვიტყვი ცალფეხზე უნდა ვიხტუნაოთ ყოველ ორშაბათს 17 წუთის განმავლობაში კანონია ასეთი მდინარაზე მიიღო ვინც არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ესე უნდა ვიხტუნაოთ ის ხო კანონი იქნება აი დაახლოებით ამგვარ აბსურდებს გადაგებს ამგვარ აბსურდულ კანონებს იღებს ქართული რუსული ოცნება და სწორედაც რომ შეუგუებლობა და მათ შორის საპატიმროში წასვლაც კი არის ძულასთან ბოდიში და ყველასთან დასაკვირველია არის ერთადერთი გზა რომ ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერით ცხადია ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების გათვალისწინებით ცხადია დავამარცხოთ ქართულ რუსული ხელისუფლება 34 წუთია ვსაუბრობ თქვენ როგორ მიძლებთ მე თავადაც არ ვიცი მადლობთ ნახვამდის